მაშ გამარჯობათ ჩემო მეგობრებო, გამომწერებო, იუთუბერებო. ეხლა აქ გიდევთ ორი დასტა. პირველი არის The Witch 10 Witch Tarot card და მეორე არის The Lighters Tarot card. პირველი მეორე. რა თქმა უნდა, გაშლა იქნება ადამიანზე, პიროვნებაზე, მის გრძნობებზე, ინტიმურ ფანტაზიებზე და გეგმებზე. გაძლევთ საშუალებას აირჩიოთ ან და მოსმინეთ ორივეს. დავიწყებ პირველი დასტით The Witch Tarot card. თქვენთან ერთად ვიღებ. მოკლედ ჩაიფიქრეთ ახლა ადამიანი, რომელიც გაინტერესებთ. ნახოთ ამ ადამიანის ფიქრი თქვენს მიმართ, გრძნობა, გეგმები და მისი ღამის, ასე ვთქვათ, ფანტაზია თქვენ და მი. აქ ხა მთლიანობაში ამოვიდა ცეცხლოვანი კარტი, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ როგორც ქალი მას ნამდვილად აღაგზნებთ და ცეცხლს ამთებთ, ანუ მის გულში, ხო? კაცი არის მოგიბლური თქვენით, ნახეთ, როგორი კარტია. აი გიყურებთ უკნიდან, თქვენ ესე იგი თქვენ სტიქიაში ხართ, რაღაცას აკეთებთ, ახლა ეს სიმბოლიკაა, ხო? სიმბოლიზმს გადმოვცემ, სიმბოლიზმის ენით. და ანუ ვერანაირად ვერ მოგიხელთათ, ასე ვთქვათ, ვერ მოგიხელთათ. კარგით? ფიქრი. ეხლა რაღაცა კონფლიქტია თქვენ შორის. კიდევ ერთხელ ვიძახი, შეიძლება რაღაცაზე არ დაეთანხმეთ, ან თქვენ შორის მოხდა რაღაც ისეთი, რომ ბრძოლა ამოდის. გრძნობა არის ნამდვილად, ეხლა აქედან გამომდინარე. აქ ამოდის ამ შემთხვევაში, ხო? ესეთი კარტი, რომ ვერაფერს ვერ აკეთებს. ვერანაირად, როგორც მთლიანობაში ამოვიდა, ხო, დასტის ქვეშ მთლიანობაში ეს კარტი, რომ ვერ მოგიხელთათ, ვერ დაგიჭირათ, ანუ აქაც ვერაფერს ვერ შვება, როგორც ჩამოკიდებული, ესე არის და თქვენ როიტყვიან ყველანაირად კოზირ გიჭირავთ. ან უკეთესი ხართ, ან ახლა უნდა იყოთ კიდევაც უკეთესი ქალბატონები თუ მიყურებთ, ხო? არის რაღაცა, რის გამოც როიტყვიან მოქმედებას ვერ აკეთებს, რაღაცა მიზეზია სერიოზული. ძალიან დიდი ვნება აქ და ჩათვალეთ, რომ ღამე, ყოველ ღამე მიჯაჭვულობა აქ თქვენ დამი, ანუ როგორ? ელანდებით, ესიზმრებით უნდიხართ რა. კიდე იცით რა არის, იმ რაღაცა თავის დაფარულ ფიქრებს ვერ ამჟღავნებს, ანუ ეს უფრო არის ვნების ფიქრები, ვნებიანი რა, ეს ინტიმური ფიქრები და ამას ვერ ამბობს. და უნდა რომ მართალი იყოს და არ გამოსდის. რაღაც მოკლედ ეს ადამიანი რო გიყურებთ, იღგზნება, თქვენ აღაგზნებთ, თავიდანვე კარტმა მაჩვენა და ვერაფერს ვერ აკეთებს რეალურად, ვერც გამოთქვავს ამ თავის ბოლომდე, ხო? რაც აწუხებს და თან, ესე არის და ესეთი კონფლიქტური ურთიერთობა იმიტომ ამოვიდა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიძახით, თქვენ ბევრად აღემატებით მას. არათუ ფიზიკურად ისედაც და ალბათ მიზეზი ეს არის. ეხლა ეს საჯარო გაშლა და ინფორმაცია ასეთი მოვიდა. თუ რეზონირდა
დამილაიქეთ, მომწერეთ, გამიხარდება. და რაც თავარი არ მინდა ძალიან გავავრცო და გავაგზელო, იმიტომ რომ საჯაროა, ხო? როცა ვიცი სახელი კონკრეტული ადამიანის, უკვე იქ კარც უსვავ კითხვას კონკრეტულად და პასუხიც მოდის და ეხა აქ ვარიანტები ბევრი შეიძლება იყოს. ან რაღაცის ეშინია, შეიძლება თავისუფალიც არ არის და თქვენზე ფიქრობს. ეს მომენტიც ამოვიდა. ხო და ამიტომ ვერ გეტყვით რა. ბევრი ვარიანტი შეიძლება ხა გადავათამაშო აქ, მაგრამ ფაქტად რჩება, ფიქრიც აქვს, ცნობაც აქვს. გეგმები უფრო ვნების აღორძრელი და ასე ვთქვათ, სექსუალური თემატიკის აქვს და ფანტაზიები რა თქმა უნდა აქვს, მაგრამ უშლის ხელს ის, რომ თავისუფალი არ არის. ეს ვარიანტი შეიძლება იყოს. კარგით, მოკლედ ეს არის პირველი ვარიანტი, ვინ ჩაიფიქრა და ნახოთ ახლა მეორე ვარიანტი. თქვენთან ერთად ვშლი, ვიღებ The Lighters, ვინც მეორე ვარიანტი ჩაიფიქრა. ჩაიფიქრეთ ადამიანი. და ნახოთ ამ ადამიანის, ვინც თქვენ გაინტერესებთ, რა თქმა უნდა, ფიქრი. ცნობა, გეგმები და ინტიმური ფანტაზიები. ფიქრი, რა ვიცი, ახლა ცოტა შორს მხედველია, ცოტა იქით იყურება, აქ სამსახური სიტუაცია ამოდის, ან რაღაც საქმე, ან რაღაცა კავშირი გაქვთ ამ ადამიანთან, აქაც დაფარული სიტუაცია, high price-ის, მალავს. გამოუვალი სიტუაცია რაღაც მომენტში აქაც არის. გრძნობა აქ ამასაც, რა თქმა უნდა, ვერ უარყოფ. თქვენ ამოხვედით აქ ამ შემთხვევაში როგორც თქვენ გიყურებთ, როგორც ჭკვიან, შორს მჭვრეტელ, ძალიან ესეთ ქალს, რომელსაც შეიძლება ჩააბარო საჭე. პირდაპირ გაგებით არა, საჭე პრობელი ხო, რაღაც დავალება მისცე, სერიოზული დააყენო, თქვათ, უთხრა, მიდი, შეუბერე. რა, ყველა სხვადასხვანაირად ეს საჯარო გაშლა. ახლა მე ვიძახი უბრალოდ სიმბოლოებით გესაუბრებით, რომ თქვენთვის გადმომაქვს ინფორმაცია, რომ თქვენთვის გასაგები იყოს და საქმეს ეხება, საქმიანი ხართ. ეს მოწონს, პირველი რაც ამოვიდა, ეს არის დაფარული. არ ამბობს, მაგრამ გრძნობით სავსე. კარგი, მაშინ უკვე მაძლევენ იმის საშუალებას, რომ კითხვა დავსვა. თუ გაამჟღავნებს თავის ნამდვილ გულის თქმას, ასე ვთქვათ, ხო? თუ გაამჟღავნებს, მეორე ვარიანტი, კი, გამჟღავნდება. ვერ დამალავს. მზე ამოვიდა, ყველა ვარიანტში ელოდეთ კომპლიმენტს ან რაღაც ისეც, რომ თქვენ ხართ განსაკუთრებული, თბილი, ყურადღებიანი, პასუხისმგებელი, შორს მჭვრეტელი და თქვენი იმედი რო აქვს და ბევრ ამის რო დახმარები ხართ. უფრო საქმეებით შემოიფარგლება, მაგრამ უყურეთ ეს კონტექსტია ასეთი. გეტყვით საქმეებს, გაგიმახვილებთ ყურადღებას რაღაც სიტუაციებს, ხო? მაგრამ იცოდეთ, რომ გრძნობა არის და ახლა მზე ამოვიდა, მეტი რა ვთქვა, ახლა ყველაზე დადებითი და ისეთი დასტა თელს ამ 78 კარტში და ამიტომ გამონათება იქნება, იმას, რასაც მალავს და არ იძახის, ხო? მზე, გამოანათებს, გამოიტანს, გამორიყავს. ასე რომ ელოდეთ. ყველა ვარიანტში ორივესთვის კარგი ინფორმაცია, ორივე ვარიანტისთვის და თქვენ იცით, დამილაიქეთ თუ მოგეწონათ, დამიკომენტარეთ, ეს არის ესეთი ენერგო გაცვლა და მეც, რა თქმა უნდა, ჩემი არხისთვის, ჩემი არხის განვითარებისთვის, რა თქმა უნდა, სხვა ადამიანებისთვისაც, რომ
მოდის ეს კოლექტიური სამყაროს ენერგოსაინფორმაციო ინფორმაცია ყველასთვის, ხო, რომ ყველამ მიიღოს ის ინფორმაცია, რაც მას სურს და თუ დაინტერესდი ამით, ხო? და შემოხვედი და რაღაცამ დაგაინტერესე. ესე იგი, შენმა ინტუიციამ შინაგანმა იგრძნო, ანუ უნდა შემოსულიყავ, უნდა გაგეგო. 100%-იანი შეიძლება ყველაფერი არ დაემთხვას, მაგრამ იქიდან რაღაცა, რაც აუცილებელია შენი ქვეცნობიერი იმას აიღებს. და აბა თქვენ იცით, მადლობა თქვენს ხურებისათვის.